მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. გადაცემა დარცი აჭარის ტელევიზიის ეთერში ისევ თქვენს ტელეეკრანებზეა. დარცის დრო უცვლელია ყოველ კვირას 18 საათსა და 20 წუთზე. როგორც იცით, დარცი ძალიან ბევრ საინტერესო იდეას და სიახლეს გიმზადებთ. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ძალიან საინტერესო ახალგაზრდა და ამავდროულად გამორჩეულად ნიჭიერი ბაჩი მიქელაძე, 15 წლის ლაღიძის სამუსიკო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე. წავედით და უფრო კარგად გავიცნოთ ბაჩი. მომყევით. ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში ბაჩისთან. ბაჩის ახლა აქვს გაკვეთილი თავის პედაგოგთან ერთად, ქალბატონ ნატო ორაგველიძესთან ერთად. ეხლა შევუხედოთ, ცოტა მოусმინოთ და შემდეგ განვაგრძოთ ინტერვიუ ბაჩისთან და შემდეგ პედაგოგთან. შენი გოგო. მამაც უნდა როგორ ახარ? მე კარგად საოცარი იყო. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ. ბაჩისთან გატარებული ყოველი გაკვეთილი მართლა საოცრებაა და ძალიან სასიამოვნო დატვირთვა ჩემთვის. ქალბატონო ნატო, თქვენ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ ბაჩისთვის და სხვა მოსწავლეებისთვის. ახლა ჩვენ გავესაუბრებით ბაჩის და მოგვიანებით ძალიან გთხოვთ, რომ თქვენს მოგვიყეთ ბაჩის საინტერესო ამბები. შური ახლოს ვიქნები. წარმატებებია მათ. პირველ რიგში დავიწყოთ ბაჩი მიქელაძე, მაგრამ მაინც ერთი სიტყვით რომ დაგვიხასიათო, ვინ არის ბაჩი მიქელაძე? ბაჩი მიქელაძე არის პიანისტი, წარმატებული პიანისტი, რომელიც მოვაწეობს საქართველოში, კერძოდ ბათუმში და ძალიან არის შეყვარებული მუსიკაზე. ამაზე კარგი რა არის, რომ გიყვარს შენი საქმე. ეხლა უნდა წავიკითხო შენის ნებართვით, იმიტომ რომ აი ამდენი წარმატება არ ვიცი როგორ დავიმახსოვრო, რაც შენ მიგიღწევია რაზეც. 13 გრან-პრის მფლობელი, 38 პირველი ადგილი, 8 სოლო კონცერტი, მათ შორის ევროპაში, გერმანიაში და თურქეთში. რეგიონის 2023 წლის ახალგაზრდა ხელოვანი, დაუთვლელი რაოდენობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და გამარჯვებული. მონაწილეობდი პარიზში დასოების სასახლეში, ფონდ ლირას მიერ ორგანიზებულ კონცერტში. აი 15 წლის ბაჩი რამდენი როდის მოასწარი, როგორ ახერხება ამაზე რომ მოგვიყვარ? ეს რა თქმა უნდა შრომის დამსახურება და ასევე პედაგოგისაც. რადგან რა თქმა უნდა ნიჭიერი ბავშვი მარტო ვერ მიაღწევს ამ წარმატებას, თუ არა პედაგოგი და რა თქმა უნდა დიდ შრომას, ძალისხმევას მოითხოვს, დიდი ხანი მეცადინეობა მიწევს. და შედეგიც სახეზე არის, რომ ამდენ წარმატებას. ნამდვილად სახეზეა. აი დღეში რამდენი საათი მეცადინეობა? დღეში მაქსიმუმ 6-7 საათი და როდესაც თავისუფალი დრო მაქვს, უფრო მეტს უთმობ. იმიტომ რომ ამას შენარჩუნება სჭირდება. 6-7 საათი პატარა დრო არ არის. როდის მიხვდი, რომ ფორტეპიანო არის შენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკრავი? თუ რა ქვია? ინსტრუმენტი, საკრავი. როდის მიხვდი, რომ ფორტეპიანო არის შენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი? თავიდან, როდესაც დავიწყე მუსიკაზე სიარული, ეს იყო უბრალოდ მოყვარულის დონეზე და როდესაც ნატო მასწავლებელთან გადმოვედი სასწავლებლად, უკვე სერიოზულად შევდექი მუშაობას. და უამრავი წარმატების შემდეგ მივხვდი, რომ ეს კუთხე საქმე იყო ჩემთვის განკუთვნილი და ამის შემდეგ სერიოზულად შევდექი. კი. ჩემი აზრით, ყველა დაგეთანხმება, რომ შენთვის არის ეს განკუთვნილი. ვინ აღმოაჩინა შენში ეს ნიჭი? თავიდან ბები ამთხოვდა, რომ შევსრულებავი მუსიკაზე. და დედაჩემი დიდად არ უნდოდა, მაგრამ შემდეგ როდესაც შევედი, ეს ბებიას დამსახურება და ასევე პედაგოგებისაც, ვინც დამეხმარა. ნატო მასწავლებელზეც რომ მოგვიყვე, იმიტომ რომ შენ თან ახსენე ნატო მასწავლებელი, შენ წარმატებებში უდიდესი წვლილი მიუძღვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აი უფრო ცლად რომ მოგვიყვე. ნატო მასწავლებლები ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, იმიტომ რომ აი რა სიკეთესაც და რა შრომასაც დებ ჩემში არის ფასდაუდებელი და მე დიდი იმედები მაქვს, რომ მას გავმართლებ მის იმედებს. ის არაჩვეულებრივი ადამიანი არის, ყოველთვის ცდილობს, რომ აი დრო რო გამონახოს მე დამითმოს, ყოველთვის ჩემს გვერდით არის, ერთგული არის და ძალიან მიყვარს. დავაფასებ მის შრომას. შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რაც დაგიკრავს სამდენი ხნის განმავლობაში?
ეს იყო შოპენის კერძო მეორე, იმიტომ რომ ეს იყო დიდი ნახტომი ჩემთვის, საკმაოდ სერიოზული ნაწარმოებია და საკმაოდ სერიოზულ წმენდთან გამოვიტანე ეს ნაწარმოები და ამით დიდი გამოცდილება მივიღე. ძალიან საინტერესოა ბაჩისთვის, ვინ არის ყველაზე საყვარელი პიანისტი, თუ ყავს ასეთი ვისაბაძი. ჩემი ყველაზე საყვარელი პიანისტი არის ლანგრანგი, ის არის ჩინელი პიანისტი, რომელიც ძალიან პროფესიონალურია მისი საქმისადმი, ასევე ძალიან არტისტულია და ეს მე მეხმარება, რომ უფრო მოტივირებული ვიყო. რომელ ორკესტრთან და რომელ სცენაზე ოცნებობ რომ დაუკრა? ჩემი ოცნება არის რომ დაუკრა ნიუ-იორკში დიდ ორკესტრთან რახმანინოვის მეორე კონცერტი. წარმატებებს ვუსურვებთ ბაჩის, არ გამიკვირდება რომ აი მალე უკვე გიხილოთ იქ. ამდენ დროს ახმარ მუსიკას, მაგრამ როგორც ვიცით, პარალელურად ხარ სკოლის მოსწავლე. როგორ ახერხებ რომ ყველაფერი ერთად გააკეთო? რა თქმა უნდა, ჩემი რთული პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან დიდი დრო მიაქვს მუსიკას, ბევრს მეცადინეობ, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტია სწავლაც, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია განათლება მივიღო, ცოდნა მივიღო და ვახერხებ, აი ვთქვათ, მეცადინეობის შემდეგ საღამოს მიწევს მეცადინეობა და ვცდილობ რომ ყოველთვის მომზადებული ვიყო სკოლაში, რადგან სკოლაც მეხმარება ჩემს კარიერაში, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და ამას აუცილებლად დავაფასებ მომავალში. სწორად აღნიშნე პროფესია და გარდა ამ პროფესიისა რა არის შენი ჰობი? ან საყვარელი საგანი სკოლაში? ჩემი ჰობი არის ხატვა, თავისუფალ დროს ხატავ, ძირითადად არქიტექტურული განხრით, ძალიან მიყვარს შენობების ხატვა, ასევე იმპროვიზაციებიც მაქვს ძალიან ბევრი და კარგად გამომდის ეს მუსიკასთან შედავსებით. და სკოლაში ძირითადად ჩემი საუკეთესო საგანი არის გეოგრაფია, ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა და შემეცნებითი საგნები. როგორც მახსოვს, თან თეატრში ერთად ვიყავით, როდესაც 9 კლასის შემდეგ წარჩინებული მოსწავლეები დაგვაჯილდოვეს კომპიუტერით და ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა საგანი თანაბრად გამოგდის და თანაბარ დროს უთმობ და აი მაინც უცნაურად ჟღერს შეიძლება, მაგრამ ხო არ აპირებ მეორე პროფესიის არჩევასაც კონსერვატორიის შემდეგ. რა თქმა უნდა, მუსიკა ჩემთვის მაინც პრიორიტეტი რჩება, პიანისტობას ვაპირებ, მაგრამ შესაძლებელია ეს ყველაფერი ჩემთვის დარჩეს როგორც ჰობი ან მოყვარული საქმე. და დიდი იმედები მაქვს, რომ ალბათ გამომივა მომავალში ეს ყველაფერი. ცოტა უცნაურად ჟღერს უკვე ამდენი გზის გამარჯვებული ბაჩი, რომ ამბობს შეიძლება დარჩეს ჰობადო. შემდეგი კითხვა. ცოტა ხნის წინ იყავი ბაქოში ძალიან პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე World Harmony, სადაც იღებდა მონაწილეობას 250 პიანისტი, მათ შორის ძალიან გამოცდილებიც. აი ამ კონკურსზე რომ მოგვიყვა, რა შეასრულე და რა ჯილდო დაიმსახურე? მე შევასრულე ბახის, ჰაიდნის და შოპენის ნაწარმოებები. ეს კონკურსი იყო დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში და მე დავიმსახურე გრან-პრი. რა თქმა უნდა, ასეთ კონკურენციაში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და ეს ჩემთვის იყო ყველაზე სერიოზული კონკურსი, რაც კი მიმივია საზღვარგარეთ, ერთ-ერთი, რომ თუ ესე ვთქვათ. და ამით, რა თქმა უნდა, დიდი გამოცდილებაც მივიღე და უფრო მეტი мотиваციაც, რადგან უკან დახევის საშუალება უკვე აღარ მაქვს და უფრო წინ და წინდოვია. ამის შემდეგ იყო გალა კონცერტი და ამის შესახებაც ვკითხარი. კი, რა თქმა უნდა, მე ვარ ფონდ ლირას წევრი, ეს არის ელის სოლოქვაძის ფონდი, რომელიც საშუალებას აძლევს წარმატებულ პიანისტებს მისცეს გამოცდილება და ასე შემდეგ. და ეს გალა კონცერტი ჩატარდა თბილისში, კონსერვატორიის მცირე დარბაზში, სადაც უამრავი სერიოზული მსმენელი იყოფებოდა. ასევე მე აქ შევასრულე შოპენის კერძო და ამისთვის დიდი მადლობელი ვარ, რადგან ქალბატონმა ელისომ მომცა შესაძლებლობა, რომ ჩემი ნიჭი და ჩემი პედაგოგის შრომა გვეჩვენებია მსმენელისთვის. სანამ ქალბატონატოს გავესაუბრებით შენზე და მოგვიყვება საინტერესო ამბებს, მანამდე გადავიდეთ ჩვენი გადაცემის ყველაზე საინტერესო და არაფორმალურ ნაწილზე, სადაც უფრო კარგად გაგიცნობთ სხვა მხრივ. საყვარელი ფილმი? ინტერსტელარი. ჩემი საყვარელი ფილმია, იმიტომ რომ
რავი, ძალიან მომწონს და რამდენჯერაც უნდა უყურო, არასდროს ვეძდე. ჩემთვისაც სიტყვა, რომელიც ყველაზე კარგად აღგწერს. შრომის მოყარი. ნამდვილად, ზებუნებრივი უნარებიდან რომლის ქონას ისურვებდი? ალბათ ფრენას. კი. რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად ადამიანში? ალბათ აი რა თქვათ რომ რაღაცის დაფასება არ იცის. ნამდვილად გამონიზიანებელია. ძალიან როცა გაგაბრაზებენ, შეგიძლიათ თუ არა პატიება? კი, რა თქმა უნდა. ხარ ქონია შემთხვევით ყველაზე დასამახსოვრებელი სიზმარი? კი, მქონდა ერთხელ სიზმარი მქონდა ესეთი ძალიან უშუალო და უცნაური, მქონდა აი ყველაზე საუკეთესო როიალი, რაც შეიძლება. სიზმრებიც როგორ ისეთი ქონია რეალური. ოდესმა შეცდომით თუ გაგიგზავნია ტექსტური შეტყობინება არასწორი ადრესატისთვის? კი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრჯერ. ყველას ქონია. როგორ ფიქრობ, რომელი ცხოველი იქნებოდა ყველაზე გამაღიზიანებელი ლაპარაკი რომ შეეძლოს? ძაღალი. სოფლიოში საერთოდ საჭმელი რო აღარ იყოს, რომელ მწერს შეჭამდი? კალიას, ამიტომ ძალიან მაინტერესებს. ისედაც ჭამენ და რეალურია. ისეთი ადამიანი, რომელიც უკვე აღარ არის, თუნდაც წინა საუკუნიდან, ვისთან ისურვებდი ვახშამს, საუბარს და რაზე ისაუბრებდი? სერგეი რახმანინოვთან დიდი სიამოვნებით და ვისაუბრებდი უფრო მუსიკასთან და ასე. საინტერესო დიალოგი შედგებოდა. რომელი მულტფილმის ან ფილმის პერსონაჟთან ისურვებდი შეხვედრას? ყველაზე მეტად მომწონდა ბავშვობაში Gravity Falls-ი თუ იცით. და ვისურვებდი პერსონაჟებთან შეხვედრას და საუბარს. ყველაზე მეტად რომელი კერძი გიყვარს? უცნაური იქნება თუ ვიტყვი და ესაა შემწვარი კარტოფილი. მე მგონი ყველას არც ისე უცნაური. თათუ სხვა? სხვა რა თქმა უნდა. მაინც ბათუმელი ხო? დიახ. აი ბოლოს ღმერთთან შეხვედრის საშუალება რომ მქონდეს, პირველი რას ეტყოდი ან რას გითხოვდი? აი თქვათ როგორ შექმნა სამყარო, ყველაზე დეტალურად რომ მე კი და ყველაზე სწორი პასუხი რომ იგეღო. მადლობა ძალიან დიდი, ძალიან საინტერესო დიალოგი შედგა ჩემი აზრით ჩვენ შორის და ძალიან დეტალურად გავიცანით ბაჩი და გავაცანით მაყურებელსაც. ახლა უფრო საინტერესო ამბებისთვის გადავალ შენ პედაგოგთან ქალბატონ ნატოსთან და ბოლოს ისევ დაგიბრუნდებით რომ ერთი ნაწარმოები კიდევ შეგვისრულოთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით უფრო ახლოდან. ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო. პირველ რიგში დავიწყოთ ბაჩით. აი, რამდენი წლის იყო ბაჩი, როდესაც თქვენთან მოვიდა? ძალიან დიდი მადლობა ნია მობრძანებისთვის. პირიქით მეგიხდი. უღმეს მადლობას. ჩემი სასიამოვნო თემა არის ნამდვილად ბაჩიზე საუბარი. ეს ბიჭი აღმოვაჩინე გონიოს ფილიალში. არაჩვეულებრივი ფილიალი მუშაობს ლევას-ლაყედის სახელობის სამუსიკო სკოლაში. ხელმძღვანელი გახლავთ ქალბატონი მანანა სანაძე და სწორედ მისი დანიშნული მოთხოვნით ეს ბავშვი მოვისმინე და მართლაც დავინახე მასში რაღაც განსხვავებული ნიჭი, მონაცემები, პერსპექტივა. და ვიფიქრე, რომ აი ერთი თვე ვიმუშავებ ამ ბავშვთან, ზაფხული იყო. დავაკვირდები და თუ ის რაც მე დავინახე განხორციელდა, მაშინ უკვე სერიოზულად მოვკვიდებ ხელს და გადმოვიყვან ქალაქში და უკვე გავაკეთებ რა თქმა უნდა ჩართულობას ყველა კონკურს ფესტივალებში. როგორც შევიახობ და ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, ხო, რომ ქართული ნიჭერება გამოვიტანოთ სააშკარაოზე. არა მარტო ჩვენთვის, არამედ ყველასთვის, რომ იყოს მისაწვდომი და საამაყო. აი სწორედ ეს გახდათ ბაჩი მიქელაძე, მაშინ 8 წლის იყო და უკვე დავიწყეთ მუშაობა გახდა უკვე 9 წლის, ფაქტიურად 9 წლის ბავშვისთვის მას არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი გაკეთებული არ ჰქონდა. იყო ხალასი ნიჭი და კითები მიურბოდეთ და გული უფეთქავდა განსხვავებულად. დავიწყეთ ჩქარა ბავშვმა მომწამი საშუალება ის აუცილებელი მუსიკალური მასალის გავლა, რაც ძირითადი მკვებავია ბავშვისთვის, მომავალი პიანისტისთვის. და ის კუსნაბიჯებით კი არა, რაღაც ირმის ნახტომებით წავედით, წინ წავედით და სამ თვეში ბიჭი უკვე გახდა სერიოზული საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი და პირველ წელს აი 3 მეორე ადგილი მქონდა, იმიტომ რომ
კლასში ბავშვი ვერ გაიზრდება. ის უნდა გამოიყენოს. სუპაწუკა იყო, ხო 9 წლის, ჯერ გამოუცდელი. ეს სცენიური გამოცდილება მიიღოს მეთქი და აი ერთ ძალიან დიდ კონკურსში, ისეთ ბავშვებთან შორის მიიღო დაუშვათ დაწყებითში. მეორეს პირველი წერია, მე მეორე დაგვავიწყდა. სულ პირველები გვაქვს და გრან-პრი. მაგრამ იქ რო არ გამეყვანა, ასე ადვილად ეს პირველები და გრან-პრი არ მოვიდოდა. ცით, იმან ძალიან დიდი გამოცდილება, საერთაშორისო პოპულარობა და ინტერესი. იცით რომ ვინც პირველი ადგილი აიღო მაშინ პოლონელმა თუ არ ვცდები, ბაჩიზე უფრო მეტი ლაპარაკა და დაინახა პერსპექტივა, ვიდრე იმ პირველ ადგილოს. აი ჩინელი ბოდიში, ჩინელი იყო, ჩინელი მუსიკოსი იყო, ხო ჩინელები მოგეხსენებათ როგორ უკრავენ, მაგრამ ქართველისნაირი გული არც ერთ ჩინელს არ გააჩნია ნამდვილად და აი სწორედ ბაჩი თქვეს, გამოყვეს და სხვათა შორის ადევნებდნენ მას შემდეგ თვალყურს და სულ მალე აი 1 წლის შემდეგ დაიწყო ბაჩის აღზევება და სულ წინსვლები ძალიან სერიოზულ კონკურს ფესტივალებში. სოლო კონცერტებიც გაგზავნა, სიმფონიურ ორკესტრებთან თანამშრომლობამაც ძალიან გაგზავნა. 5 ჯერ უკვე შევხვდით სიმფონიურ ორკესტრებს და ძალიან წარმატებით გავართვით თავი აფთულ ამოცანებს. სოლო კონცერტებმაც ძალიან დიდი მოგცა, რა თქმა უნდა. ეს ის ბავშვია, რომელიც აბსოლუტურად ყველა სტილს მოერგო. იციან ხოლმე თქვა, რომ აი რომანტიკოსია, აი კლასიკას ასრულებს კარგად, ბაროკო გამოსდის. ბაჩიზე ვერ ვიტყვი, რომელიმე არ გამოსდის მეთქი, იცით? ყველა სტილი და ამის ნათელი დასტური იყო არაერთი კონკურსი, სადაც მოთხოვნაში იყო ყველა სტილისტური მიმართულების წარმოდგენა და ეს ბავშვი ის არის, რომელთანაც მუშაობაში არ იხლები, პირიქით უდიდეს კოლოსალურ სიამოვნებას ღებულობ და შენც იზრდები მასთან ერთად. ეხლა საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობ და თითებზე ჩამოსათვლელია ასეთი არაორდინალური, absolutურად განსხვავებული ნიჭის და ქარიზმის მატარებელი მუსიკოსები და მე გამიმართლა, რომ აი ეს ბავშვი დროულად შემხვდა, ჩავიბარე და მართლა მაქსიმუმს ვაკეთებთ ერთად, რა თქმა უნდა, რათა მან ბოლომდე გაუძლოს ამ რუტინულ რეჟიმს, რომელიც უკვე ჩვევაში გადაუვიდა და ალბათ ზოგი ფიქრობს, რომ ცოდვარი, ამი ამდენი 5, 6, 7, 8 საათი, 10-იც კი დაუკლებს და 9-ს გააჩნია რა სიტუაციაში. დიახ, კი, რა თქმა უნდა, ეს მის ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმია. პირიქით, იტანჯება მაშინ, როდესაც ვერ ეხება ინსტრუმენტს და არ აქვს ამის საშუალება ყოველთვის. ამიტომ სადმე გზაში ვარ და იკარგებათ, რომ თითებიც კი უკრავს მაშინ მუხლებზე. თუ მაგიდან არის თავის მუხლებზე და უკვე ვიცი რომ მაინც თავის სტიქიაშია და თან მე არა ვარ ის პედაგოგი, რომელიც ეუბნება ბავშვს, რომ დღეს სკოლაში არ წახვიდე, დაჯექი დღე და ღამე დაუკარი ფორტეპიანოს. არავითარ შემთხვევაში. მე პირიქით, ყველა ჩემს გამორჩეულ ბავშვს მოვუწოდებ, რომ საჯარო სკოლის განათლება აუცილებელია უკეთესი შესრულების ხარისხისთვის, იმიტომ რომ ყველა საგანი აძლევს იმ მინიმუმს, რაც ერთიანობაში სჭირდება ინტელექტუალურ შესრულებას და პიროვნებას და მუსიკოს და აი სწორედ მე ძალიან განვიცდი, როდესაც ემთხვევა ჩვენი სერიოზული გასტროლი სკოლის პერიოდს და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვუხადოთ თან ბოდიში საჯარო სკოლის დირექტორს და ბაჩის პედაგოგებს, რომ გვიწევს შემდეგ დაწევა პროგრამის და ათვისება და ხშირი გაცდენები. მაგრამ აი შედეგები ძალიან გვათფობს და გვამხნევებს, გვახალისებს, მაგრამ ეს ისეთი პასუხისმგებლიანი ბავშვია, რომ ცდილობს, რომ სკოლის საგნებსაც არ ჩამორჩეს და გაართვას თავი ყველა სირთულეს. ესე იგი, მაინც თქვენ იპოვეთ ბაჩი და აღმოაჩინეთ ბაჩიში ის რაღაც განსაკუთრებული ნიჭი. კი, ნამდვილად. აი, რა თვისებებს გამოარჩევდით და უნარებს ბაჩიში? ბაჩის შესრულება ძალიან განსხვავებულია. მას თავისი ხელწერა აქვს. იგრძნობ, რომ ბავშვი, როდესაც ჩდება ინსტრუმენტთან, მისთვის არაფერი აღარ არსებობს, ნია. არის მხოლოდ კომპოზიტორი, შესასრულებელი ნაწარმოები, ინსტრუმენტი და თვითონ. და მას ის საოცრად გულწრფელია. ყველგან გამოირჩევა თავისი ინდივიდუალიზმით. ხომ ვერ გაიხსენებდით ან გამოარჩევდით ერთ-ერთ ყველაზე ემოციურად დასამახსოვრებელ საინტერესო ისტორიას ბაჩიზე? ან ბაჩისთან ერთად? ბაჩისთან ერთად, აი ალბათ უფრო კურიოზია ჩემონია. იყოს. პატარების დიდ შოუში
მიგვიწვიეს მე და ბაჩი. ბაჩი არის 12 წლის და უკვე ძალიან პოპულარულია, წარმატებულია და მე იღებენ ხა ბაჩის და მე მგონია რომ მთლიანად ბაჩის იღებენ. და მე ისეთ აი ზედმეტად ემოციურ ვარ მომენტში და ვერც ვაკონტროლებ, როდესაც ძალიან ნერვიულობ, ძალიან ღელავ, მეც ვასრულებ ბაჩისთან ერთად. არა მარტო ბაჩისთან, ზოგადად ყველა მოსწავლესთან და მით უმეტეს ახლა ასე დონეზე გასული ბავშვს თან სად ახლა პატარების დიდი შოუ, ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი შოუა მოგეხსენებათ და მე იქ ისეთ ამბავში ვარ, რომ აი მართლა თავიდან ბოლომდე ბაჩისთან ერთად ის 3 წუთი მეც ვუკრავდი და თურმე იმდენი კადრი აიღეს ჩემზე და იმიტომაც იყო რომ დასრულდა გადაცემა თუ აცხადებს რომ ბრავო ბაჩის და მის პედაგოგს და ფათაშორის ჩვენ კიდევ ერთი შესრულება დარბაზში ცრიხილეთო და მე ისეთი ბედნიერი ვუღიმი დუტას და მადლობას ვუხდი მე ხო ჩემი თავი ჯერ არ დამინახავ და არ ვიცი ეს რა გავაკეთე და მე რო გადავახვიე და უკვე მოვიცალე რომ ენახა ესე ეთერი და მე Facebook გვერდზეც რომ აიტვირთა რა ნახა ჩემმა თვალებმა მე რა დღეში ვარ ნია იქა როგორ ემოცია ეხ გამახსენდა ზუსტად აი ეგ კომენტარების ორიენტელი ეს დღე როგორ დამავიწყდება საწავსულიყავი არ ვიცოდი ისე ვინერვიულე და აი თითები მიკანკალები და კომენტარებს რომ ძალიან ემოციურებდი და იმდენი დადებითი კომენტარი მიუხედავად მართლა ჩემი ვიზუალური მხარისა და ზედმეტი აქტიურობისა აი როგორ გაუმართლა ამ ბავშვს ასეთი პედაგოგები თითებზე ჩამოსათვლელი ალბათ როგორ იპოვეს ერთმანეთი აი მესმის პედაგოგი აი მე ცოტა დავამშვიდი და ზოგმა რა დღეშია პედაგოგიკა და აი ესეთი ემოციური დღე მქონდა ძალიან ამომწურავი იყო თქვენი პასუხი, ძალიან ბევრი რაღაც გავიკეთ ბაჩიზე, ის რაც მას არ ულაპარაკია მის თავზე. დიდი მადლობა. მინდა კიდევ დავამატო, ხო რა დავამატო, იცით უკვე რაც არის გეგმაში შეტანილი. ზოგადად ჰარმონია არის უდიდესი ორგანიზაცია, კაბატონეთი ცნობიჯიკაშვილია, დამფუძნებელი. მის კონკურსებში თუ კი ვინმე წლის განმავლობაში გრან-პრის აიღებს ბორჯომში დასკვნითი სასწავლო წლის დასკვნითი კონცერტი სოლო კონცერტის სახით, ესე იგი, მიგეგმება ხოლმე და 9 ივლისს ანდრია კაპანაძე და ბაჩი მიქელა და მისცემენ სოლო კონცერტს ბორჯომში საერთაშორისო კონკურს ფესტივალზე, ხოლო ბათუმელი გულშემატკივრებისთვის გეგმავ სექტემბერში ან ოქტომბერში შემოდგომაზე მივუძღვნა ჩემს ქალაქს ბაჩის და ანდრიას მოურიგის სოლო კონცერტი. დიდი სიამოვნებით ვეხილავთ და აუცილებლად მოგიწევთ. აუცილებლად მოვალ. უშვენიერეს დედიკოსთან ერთად. მადლობა. ახლა ბაჩის ვალოდებით უკვე. მადლობა ძალიან დიდი. ეხლავე.